სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად დაიწყო. დღეს სტუმრად მეგობრები მოვიწვიე, რომლებმაც ერთად გაატარეს ცხოვრების დიდი ნაწილი. აქედან სამი მეგობარი თბილისში ცხოვრობს, სამი ზესტაფონიდან ჩამოვიდა. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, აქ ამ სტუდიაში შეხვდნენ და გაიცნეს. მე ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, ცოტა, მაგრამ ნამდვილი. მთელი ცხოვრება რომ მომყვებიან და ერთმანეთის იმედი რომ ვართ. დავიწყოთ ნამდვილად ბედნიერი და ხიარული გადაცემა გვექნება დღეს. მაშასე დავიწყოთ გადაცემა, ჩემი სტუმრები ტრიო რამპა, მობრძანდით. მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა. გაიხარეთ. დაბრძანდით. და ეხლა დავპატიჟებ სტუმრებს ზესტაფონიდან. მობრძანდით. 60-ში ვარ. დაბრძანდით. როგორ ბრძანდებით? მადლობ, კარგად, მადლობ. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. მოკლედ, მოდით ქალბატონებს დავუთმოთ ჯერ. რა თქმა უნდა, ქალბატონებს და რა ქალბატონებს და რა ქალბატონებს. მე მგონი დასასრულებელი დედიფადებია შემოგება გაიხარა. ისე სხვათა შორის ძალიან კარგი აურა გქონიათ ბატონო გია. რა იგრძენით? აი ყველაფერი შესანიშნავი. თავისუფლება, სიკეთე, სიყვარული, რა ყველაფერი რა, თუ რამე შეიძლება ის. ქალბატონო ნანა. დიახ, კინეც. როგორ ხართ? მადლობა ძალიან კარგად. რაშებით? ძალიან ბევრი ბავშვი გაზარდეთ. ძალიან ბევრი დგას დიდ სცენაზე თქვენი მოსწავლეები. კი ბატონო, ეხლაც უზრდიგია. მთელი ცხოვრება შეწირეთ შემოქმედებას. რა ვიცი, ესე მოხდა, იცით, ეხა ეს დაგეგმილი არ ყოფილა, რა თქმა უნდა და ყველა ადამიანს, ყველა ქალბატონს უნდა რა ოჯახით შექმნას და მაგრამ რაღაც გაიბარა ეს წლები და მართლა ჩემს პროფესიულ საქმიანობას უფრო მიუძღვენი ჩემი თავი, ესე ვთქვათ. პრეტენზიული იყავით? აი მამაკაცებთან. ხან მე ვიყავი და ხან მამაკაცი იყო. ხან ისინი ხართ. კი. ალბათ თქვენ თაყალისემლებს მუსიკალური სმენა არ ქონდა თორე თქვენ დამღეს რომ მოусმენ და როგორ არ შეუყვარდებოდით ერთ წარმოვიდგინეთ. სხვათა შორის ეჭვიანები ხდებოდნენ ძალიან ხშირად. მართლა რა ეჭვიანებდნენ? თქვენი შემოქმედება, მოდი დავიწყოთ როგორ შეიქმნა რამპა. რამპა შეიქმნა როგორ იცით, ჯერ მეგობრობდით ჩვენ რა თქმა უნდა. და მე თან პარალელურად ავმღერდით სამივე და რაც შეეხება სახელწოდებას რამპა, ეს ძალიან საინტერესოა. ინგას მიყავდა პირველ არხზე, მაშინდელ პირველ არხზე გადაცემა რამპა. მუსიკალური ძალიან კარგი გადაცემა, სხვათა შორის ძალიან კარგი და ზურა გოშაძე პოეტი იცით? ზურა ჩვენი ნათლია, აი ამ მან მოგუნათლა. ქალბატონო ნანა. მომიყევით თქვენ შესახებ. ვარ მუსიკოსი მეც. მე და ინგა ერთად ვსწავლობდით, სტუდენტობიდან მოყოლებული ერთად ავართ. ნანაც იმ პერიოდში გავიცანით და მოვინუსხე ნანა სიმღერებით. და მას შემდეგ არ დავშორები ვართ ერთმანეთს და სხვათა შორის ნანა მართვა და ჩემთან ხშირად ვიკრიბებოდი და თითქმის აი იმ პერიოდში რაც დაიწერა, სულ ჩემს სახლში იწერებოდა ის სიმღერები. დიახ. ფილარმონიაში მღეროდით ჩვენი ტრიო მოგზაურობდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ესე შევჭით აქამდე ერთმანეთს და ჩვენი წლები გვენატრება, ის დამოკიდებულება, ის ურთიერთობები. საოცარ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. ქალბატონო ინგა, რანაირი წკრიალა ხმა ჰქონდათ ისეთი, რომ აი პირველი სავიზიტო ბარათი, აი როგორც თქვენი სახელი და გვარი ისმოდა და წკრიალა ხმა. რა იყო ეს? გოგონა ბაფთით. კი, ჩვენ შემოვიტანეთ ეს, ჩვენ დავნერგეთ ეს მოდა, ასე ვთქვათ, დიდი ბაფთა, პატარა ესეთი მოკლე კაბები და აი ეს კოპლებიანი კაბა. კოპლებიანი კაბა, კი და სასახლის ბავშვებს გვეძახდნენ ჩვენ მაშინ. ძალიან ბევრჯერ მithქვამს ჩემი ისტორია, საიდანაც დაიწყო ეს ჩემი პირველი ნაბიჯები პიონერთა სასახლიდან. მას შემდეგ, აი, დგავარ სცენაზე უკვე
არ ვიტყვი რამდენი წელი. ხო, ნუ იტყვი. მოკლედ, სტუმრები მყავს ზესტაფონიდან, მეგობრები, რომლებიც აი ესე ერთად მოდიან, ჩამოვიდნენ ჩვენთან სპეციალურად, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ჩემთვის მართლა პატივია რომ ჩამოხვედით და ჩემი მაყურებელი და ჩემი ზესტაფონი ახლა გიყურებ. ფილმებში რა ტიტრებში სპეციალური მოწვევით როგორც ოსვალდო რიოს. ანა ლაურა ესპინოზა, ენრი სოტო. ეს ძველი ბრაზილიურ სერიალებზეა გაზელი და მე ჩამოწერილი მაქვს თქვენი ზედმეტ სახელები. კი ბატონო. აუცილებლად უნდა ვისაუბრო ამ თემაზე ხიჩინი. რატო? არა, უძახოდი აი მაგალითად სად ვიქეიფო წაწევე და ვიხიჩინოთ და ვიხიჩი. ანუ სინონიმია ვიქეიფო დიალექტის. რაღაც მეტი ისეთი არაფერი გასაგუბრებია. და სული ძახოდა ვიხიჩინოთ და ეხლა ნახეთ ჭიათურაში მაგალითად აი ესე იცოდნენ. გინდა მოგიხიჩინო? ვაღა მე ჩემთან ისეთ რო ვიყო რაც არ უნდა მეხიჩინებია იმის მაინც ვერ გიგებდი. ესე იგი ერთი და იგივეა ეს მოღუტუნება. 300 კილო იყო ხიჩინი. ამისთვის მოხიჩინება როგორ იქნებოდა ეხლა? საჯართოში ვწონიდი და მას სხვაგან რამდენი კილო დაიკელით? თავიდან ოპერაციამდე რომ ვისულიყავი 80, 315 ვიყავი. 315? სიჩქარე არა, წონა. წონა 315. როგორ დადიოდი? შეულებ გლიჯავდი ყველა. მართლა? არ გაწუხებდა ცეკვა შეწუხებით რა არ მაწუხებს მაგრამ არ ვიცი არ მადლობა რომ ცეკვავდა დაწოლილი მაგწონაზე ხო აბა უცოტა ვიღლებოდი რა უნდა გამეკეთები მერტის წყალობით მე 125 დავიგელი და ახლა ვარ 124-123 შოუში ესე იგი ისო რაღაცას რო ყვები ხომ მიჩვეუნა ავდგეთ ავждებ ეს უკვე მოხდები რა მიჩვეული ხარ ახლა ხო აქაც შეგიძლია დაადგეთ არა თამადა რო იყო ორსკამზე ორსკამზე ჯდებოდა ერთად ორსკამს მე ბოლოს 315 სასკამზე გადავედი იურისტი ხართ პროფესიით? არა დამთავრებული მაგას დაამთავრა რატო არ გაყევით? აი ხიჩინობას მისდია და მითო რა მაინტერესებს იცით ადამიანები საერთოდ როცა იუმორი აქვთ რაღაცა იგონებენ ისმენენ ანეკდოტებს იწერენ რაღაცას იმას თქვენ გაქვთ სულ ცხოვრებისეული მოგიყვები ახლა მაგალითად ერთ უცი აბა მომიყევით მე ვყვები ზოგადად ძალიან ნაღდამბებს რა ხო დილიკაურში მაქვს სოფელი ერთი არის გია პერანიძე რა დილიკაურელი ტოჩკას უზახი ტოჩკას გემრიელი კაცი ყველგან შეიგებ ამ გაწყარები და დილიკაურში არის ეკლესია საქარას უაცებ ესეთ სოფელი ეკლესია გზისპირას არის ეს ეკლესია სასაფლაოზე საბლოცველოს და ყველაფერი რო გამევიდა მეზობლიდან ცოტა ის მოუწია რა მაგარტონუშია მაგარითთან დილიკაურში მაგარი თოვლი იწვოდა რა ახლა ეს შუქები არ არის მასე ძველ პერიოდს ყვევი მამა უატარებს წირვას შევიდა და ბოლო-ბოლო რო შეაბიჯა ფეხი და კი მიხდა უკვე სადაც არის მარა უკან გამოსვა აღარ უნდა ხო გაჩერდა ისე წევიდა დადგა და ასია უკვე მაგარი მწოლე თან ეკიდება და მოხდა წმინდა გიორგის ხატის ქვეშ და დაამთავრდა წირვა უკვე რა თავად ესეც გამთენიაში მოდიოდა და ეს მე სანთლეულება ეთერი თუ არა დაადგა ნათელი მამაო წირვა დამთავრებული და შეხედეო გიასო როგორი მორწმუნებიჭიაო აი ხო უყურებო დილამდე ეს რო წირვას მამაო ცოტა მაგარი იუმორს ხო მართალი ხარ ბოლომდე ეს რაღაც წმინდა გიორგის შეხვერძება ცხელი მათხოვე სახში რო გადავიდა ხო ბატონო გოგა ერთი პროსტების ამბავი მომიღები რა ფერი ხო შენ ენაცოდე შევიდა ხო არ მანებებს თავს მიდი 2-1 ხო არა გაცრა 2-1 არ წვენი კუჩუკისთან გეიფობთ სახში ერთი ჩვენი მეგობარია რომა ტელეფონზე საუბრობს აივანზე გადი გამოდის რაღაც ტელეფონზე საუბრობს და შემოვიდა და დათოს ეუბნება კუჩუკიც რომ ჩაალაგეო სასწრაფოდ ჩანთა უკრაინაში მივდივართ ბილეთი გიყიდეო არ ყავდა ცოლი გასაგებია იმ დროს ბილეთი გაგიღე უცებ და წავედით რომ მივდივართ უკრაინაში და ეს ახლა მაგარი მთვრალია და შევარდა სახში იქ ჩანთას ეცა ჩაალაგა რაღაც ეს დასაცმელები ახლა ეს დაქანაობს მთვრალი და მოუპარე ეს ჩალაგებული ჩანდა ჩავედი პადვალში ამათთან დედამის აი ძველი ტყემლის ბოთლი, ნატყემლარი ბოთლი. თუ რამე ვნახე ნაგავი პადვალში ესენი ამოუყარე ყველაფერი და ჩაულაგეს და აი დედამის ბოსტანში სასიარულო ჩუსტები რო აქვს. კიდე ნახევარზე რო ფოთოლი აქვს, ძირიდან ამოკლე ესე რო დადის. დალიბოს და ეს ჩუსტები ზემოდან დავადე. კუჩუკი თავის გიტარა ხელში ეჩანთა გადიკიდა ზურგზე და წავიდა უკრაინაში. წავიდა. ახლა თვითფრინავში კიდე დაამატა რომ ჩაფრინდა უკრაინაში.
კიდევ კარგი ნასვამია და იქ კუჩუკის ჭახლა ჩანთას უჩხრიკავენ. უჩხრიკავენ კუჩუკის ჩანთას და ბიჭო, რო დაიწყეს ამ ჩანთიდან ამ ბოთლების ამოლაგება, ამ ცარიელი ტყემლის ბოთლის, რაღაცები. ახლა ესეც მიჩერებია, ვერ გაიგო რა ხდება. მიწიანი ჩუსტები. ბოლოს ეცნო დედამისის ჩუსტები. ეს რაზვალზე დამუშევარი ბოსტანში სასიარულო ჩუსტები. პირდაპირ თქვა, ხო, გოგახი. ვიყვირე გოგაც, გოგაიზამ და მას მეტი არავინ. მაჩევსეთი არავინ არ იზამდა. სამჯერ ამოატრიალა ტამოშნიკმა ბოთლი ბიჭო. ეს კაია ტყემალი თუ მოგონა, ცარიელი რატო გაქო? ისიც მაგარი ერთი ჩვენი კასებსოთ არის, ჩვენი მეგობრები კლიშკებს ახლა დავუპოვოთ. თან ჩვენი მეგობრებიან, თან მართლა კაი ბიჭები არიან, აღდამებს ყვებიან, ბებიამის და ბაბუამის და ემართ ესეთი ამბავი. დილას გამოდის ეს კალი ბოსლიდან. და თურმე ადრე იცოდნენ ეს წიწილები, რო არ დაცალცალკებებული იყვნენ. ჯუებს ამბავდნენ ფეხსიებად რა. ხო, ერთად დადიოდი. ხო. და რო გამოდიოდა ქორი დეეცა თურმე ამ იმას რა ქვია, წიწილებს რა. ამ ქალმა პირდაპირ ეფექტი ხო ვიცი რა, დადო ვედრა და პირველი დაკივლებით, რაც მოხდა მეორე შეეხლიჩა ხმა. და ახლა იმერე ჩხოიც ახლა რა ვიცი რომელ კუთხეში შეფერიც არის, ჰაუ ხო ის ხო. ხო. გამოვარდა ხმარტის ქალი ჩოპას. ხო და მივიდეთ რა იყო ასე ქორბა უწიწილები ზო მერე ტაშითაცილებს. ბრაგი ხარიო. სამებაში ვარ სოფელში, სამებაში და მე ყონა გადამხდეს ხოვე. რაღაცები და დამთავრდა სუფრა რა. და გამოვიდა ერთი ხაში შესული ქალბატონი, გებრიელი ყურახე ქვას ვიმღერეთ რაღაც. ისე შემევიდა ურთიერთობაში რომ იფიქრა რომ ხო ხტები ახლა ზუსტად ერთი ეჩი ნატურა დამინახო რა რაღაცას ხოვდა გავაკეთებდი ხო? და სამებიდან თურმე სოფელი ყოფილა ის რა ქვია რესტორანი ყოფილა 64. გამოვიდა რომ დავჯექი უკვე ცოტა ტონუსში ვარ. შვილო 64-ში წამიყვარე მე უცარი გზაღაზაღრამდე მივიდეთ რა თუ შემიშვენე შეგენაცვალე. სამეგრელოში. ურა რმოზო გეტყვი. სამეგრელოში კიდე 1 მაისი სოფელი ერთი ზესტაფონელი კარგი ისეთი ბიძაკაცი ყვებოდა. მოვდიოდიო და ქალმა გამიქნია ხელიო თუ შეიძლებაო 1 მაისამდე გამოყვებიო. სახლიდან თუ გამოგიშვებენ ძველი დახარჯდამდე ჭებდამზადებოდე. ალბათონო. ერთ ზესტაფონელზე ერთ კარგ ამბავს მოყვები. ერთი არასახელს არ ვიტყვი ამ ზესტაფონელი კარგი კაცისას. ნასვამი მოდის პავლოვზე. სუაღამისას და ვიფიქრა რომ გავიგულავებ ახლა ზესტაფონიდან თბილისია ჩამოსულილა. ერთ-ერთი მანდილოსნის ნომერს ეძებს რა. ტელეფონში ახლა ნასვამია და გაახსენდა ამ ქალის სახელი აი პირობითად ახლა თამარს. ახლა და ურეკავს ახლა ამ ქალს. ურეკავ გააგონა ამ ქალმა და თურმე შეეშალა რა ნომერი. შეეშალა და ურეკავს მაკაცის მეუღლეს. ახლა იმ ქალმაც იქიდან სახელით უპასუხა. ო გისმენო. ო რა შვები ამანო რამ შუაღამისასო რა საკეთებო და არაფერსო ვისვენებ სახშიო. ხომ არ ვიამხანაგოთ ამაღა მოახლეს ეუნება მაკაცის მეუღლე ოღონ ამას გონი ახლა ვისაც ურეკავს ერთ-ერთ მანდილოსანს რა. ამ ქალს ახლა ცოტა არ ესიამოუნა მის ლაპარაკს ვერ ლაპარაკობსო და ისე მიარტყა დაწოლილ მეუღლეს რა. რაღაცა შერჩეტობს ესო და ესაუბრეო შენიც მაკაცი არისო. ახლა გამოვართ ამ ქმარმა ტელეფონი და ო ბიჭო როგორ ახარ ვეუნება და ახლა მაც მაკაცი ხო ისნო ხმაზე. და ამას წარი შეჩათლა ხო ესე. სადაგასწარი ბიჭო ამ ღამის 3 საათზე. სადაგასწა. და კაც ალბათ 10 ჯერ აკისრებია სუფრა იმ ძოლ ქმარმა რომ შემაცოლმა არ გაიგოს. ქალბატონები არ უნდა დაგვეჩაგროთ. თქვენთან რა ხდებოდა? რამე ისეთი გადაგხდები? ვართ ფოთში. იქიდან გადავინაცვლეთ მე ხობში. და გაგვაფრთხილეს რომ ძალიან ესეთი კოღოები იცისო აქო რომ გაფრთხილდითო ასე ვთქვათ რომ მაინც ვერ გადაურჩით ამას. პირველად შემოგვეგება მაშინდელი ესე ვთქვათ ქალაქომის დივანი მისი მოადგილე რაღაც ესე და ამ კაცმა გაიგიჟა თავი ახლა მე თქვენ უნდა დაგპატიჟოთო ესეთი სტუმრები მე არ მყოლია დიდი ხანია და ჩვენთან ერთად იყოთ ან საწყალი მზია კვირიკაშვილი ხო და ქალბატონი ეთერი კაკულია. გვახდა კიდე ჯულია სეფაშვილი მერაბის დედა. საოცარი ქალბატონი ისეც, ესე იგი მთელი დღე ვერთობით. და მეორე დღეს სუფრაზე დაგპატიჟეს, რომ ეს სუფრასთან მოკლედ ხვალ გამოგიგზავნითო მანქანასო და მოგზავნითო. და ამდექით ახლა დილას და ხედავთ ასე. ერთმანეთს ვერცნობთ. ერთ თვალი აქვს დახუჭული, მეორეს ცხვირზე გვაქვს კოპი, მესამეს რა, რაღაცა სასწაულთობაში. ესე როგორ წავიდეთ თქონდა, ჩვენ თავს არ უკავართ რა, ესე ვთქვათ და
სხვა რა გზა გქონდა, მაინც უნდა წავსულიყავით, ახლა მოვიდა ეს მანქანა. ოთის კოღოს ბოტოქსი გაქვთ, ხო? მაშინდელი ბოტოქსი. მივედით და ეს კაცი, ნუ აშკარად შეეცვალა სახე რა, რო დაგვინა. ეს თქვენ ახართ უგუში, გაკიცარითო. მე ვთქარი, ჩვენი ბრალი არა თქვენი კოღოების დამსახურება պետք է მაშინ ძალიან ბევრი ვიცინეთ. კიდევ ქონდა ესეთი შემთხვევა, ჩვენ რო ფილარმონიაში ერთ-ერთ კონცერტზე ავდივართ და კონცერტის დროს შემთხვევით შეეშალათ როიალთა მზივარმე, ესენი დგანან მღერიან, ნუ მღერი ვართ ერთად და ეს ორმოღვა ვიღაცამ დააჭირა ხელი და ჩავედით სიმღერით. ატყდა სიცილი თან ვიცინი როგორც და აღარ შემეცლო რა ესე დღე. და მოგწეს მე ისევ ზემოთ ამოვედი ესე ნელ-ნელა, მაგრამ ნუ რაღაცა საოცარი სანახავი იყო, ნუ აი ვერ აკიხცებთ რა. შვიცრიელი დაამთავრა ერთმა ჩემმა მეზობელმა არ მინდა სახელი რო თქვა. ივიდა დედა და მამა ბოლო-ბოლო ამ პულსაში ვიხდით, ეს რა ნიჯიერი მივხვდებით ახლა. ხო და რომ მივიდა და შენ რაღაც თქვენ გამორჩით გაზევეზე ფოს. ამდენ ხო ნებუშვა დოდი არ უნდა გიკითხათ რა საკეთებდა. აბა ვახტაუშვა და სახელი ხო რა ბონდო და ორ და ხუჭე თქვენ ხო დორე მიფასოლა ხო რა მიხდა აბსოლუტური სპენი თუ ხო შვიცრიელი დამთავრებული და ხახა მაგთი და აბა რომელი იყო შენ რა შენ იყავი ჩაყარა წყალში მოგძანით გვიმღერეთ დავიწყოთ ექსცელენტია ეს ძველი სურათიდან ფალავნების ფორმი მორცხვად ვიყურებენ მოხდა დიჯები ზესემალებიან ძველმოდური ქოგი ქობულეთში გიმნაზისტები ნიკოლოზის დროის დიდი გრამოფონი გაცვეთილი ნემსით უგრავს პოლონეზ წარსულიდან მოდის თეთრი პაეტონი ანტიკვარულ ბორბლებს მოაქრევს ზევით პირი ჟაფლი ქვევრით ორთქმავალი ცის და მიწის ორი პატრონი მოდაშია ჩარლი მოშრია ლევასი ხიარული ცეკვა ჩარსდანი ნიკოლოზის დროის დიდი გრამოფონი გაცვეთილი ნემსით უგრავს პოლონეზ წარსულიდან მოდის თეთრი პაეტონი ანტიკვარულ ბორბლებს მოაქრევს ეს ცხოვრება ნეტა კინოსავითი დიდი მადლობა. ესეც ამოდგომას იმსახურებენ ქალბატონები ნამდვილად შეშემოდგება უღმესი მადლობა. გრძელდება ჩვენი გადაცემა. წეგან ხო ვახსენე ახლა დილიკაური ჩემი სოფელია. აქ იყო ესე იგი ფრონტავიკი კაცი იყო თან მე მასწავლებელი იყო პეტრი ავალიანი. და ერთი როლი გაიღო ესე იგი მოუსვენარი იყო ძალიან და ეს პეტრე ახასიათებს ვეფხვის ტყაოსანიდან ავთანდილის თვისებებს. ხო. და როდე იყო ავთანდილის თვისებების მოყოლა. ეს არ ჩერდება და ამ როლიკას ხო გამეეთრიებ. დაფაზე და რასაც მოვყვებიო, ყველაფერი დაწერე. აუ რა ვარია ახლა. ამევიდა ახლა და დაიწყო პეტრე შევობრუნდა ამ როდავიკაცის ველიკას ხსნის ამას მთელი ემოციით და ეს ბახა ეს როლიკას წერს და ახლა ავთანდილიო იყო მეგობრულიო მეომარიო რავი ყველაფერი თუ შეყვება და მე ახლა მაინც იმერული ხო და გამეირჩეოდაო თავის სისაწყლითო ხო და ისო პეტრე მასწავლებელო დაფა აღარ მყოფის აქვს საწევი უახ ეს ტექსტიო
სადამ ტყეპი აგერ შუბზეო. ამ დროს ხომ უბრუნდა და რომ მივხვდა რა ხდებოდა დურმიდი $100 ბილეთი. ახლა იმუნვა ისე მოუშვა და ნერვები რა ვარ გოუჩალით. ბატონო გია ერთი ახლობელი მყავს მალხაზ უკლება არის გვარად რა მალხაზის სახელი და უკლება გვარად და ჩაფიქრებულია გაკვეთილზე და მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს თუნდაც ბიჭო ვისი ხარ მალხაზი და წამომხტარ ესას დაბნეული ფეხს და დიდი გოუკლებას მასწავლებელი ამას სულ არ უსმენ პასუხი გასაბი ბიჭო ვისი ხარ მალხაზი მასწავლებლებს დიდი გოუკლებას მასწავლებელი დერჯოლელი მოდით გვიმღერეთ ბატონო დავით რა მაინტერესებს იცით აი ეს სპონტანურად უცბად ვინ აწყობს ხოლმე ტექსტს და თქვენ ხო ეს კუჩუკიჩ კი ტექსტი ახლა სუფრის ველობის დროს ექსპრომტები ხშირად მithქვია ხოლმე 10 გიგაბაიტიანი მქონია ფლეშკარტი კაი ტონუში რო ყოფილვარ ხოლმე მაგრამ ერთი რაც იყო რა ადრე ცოტა რაღაც ავადმყოფობა შეუხდა საფრანგეთში მივფრინავდი სამკურნალო და გულში ვფიქრობ კან ჩამოვალ ცოცხალიან არა გადმოვხედე ტრაპიდან ნახეთ მაკაცები მაცილებენ 12 მარტია რა დამავიწყებენ მუსტანგა 250 კილო ხიჩინი მაშინ 300 კილომდე და მეთქი ამათმა მომკლეს ხო და მივაძახე ტრაპიდან უკანასკნელი ლექსი. ვფიქრობ ასე, ვაი როგორ მე პანკრეასი შევწირე საძმოს ხიჩინმა ღვიძლი, მუსტანგამ კუჭი, რომ დაგველია პატარა ჭიქით. აღარ შევსვავდით ამ წამლებს მუჭით, კოტემჟავიამ შესწირა გული, ცხოვრება არის ძალიან რთული. კარგია. ბიჭო მაგ ევიგი ხო მაგრამ ბატონ გიას უცებ აი წამში შეგილია რა მე უცებ არ და მიყვარს ვარდი მიყვარსია ჯაჯანიძე მიყვარს გია ერთად მიყვარს ვარდი მიყვარსია ჯაჯანიძე მიყვარს გია დიდი მადლობა აი ხალები რო გიმღეროს უფრო უკეთესი გამოვა და ეხლა თქვენ იმღერეთ ბატონ დავით ვინაიდან ახა გაზაფხულია გამახსენდა ერთი კაი ლექსი საერთოდ მიყვარს ძალიან ოთარამიშვილის შემოქმედება ბევრი კაი პოეტია საქართველოში ვის გაგვირებ მაგრამ ერთ-ერთი მაგარი იყო ოთარ მიხაილოვიჩი ჩემი უსაყვარლესი კაცი მასწავლებელი და პირველ რიგში კიდე ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის მობრძანებას ნუ მარტი ხო ქალებისთვია აპრილი ხო რა ვიცი ძალიან უხდება ქალების ყვავილები რაღაცები აისი ქალების დღე სულ ქალების სულ თქვენი არის რომარტია და ამდენ ლამაზ ქალბატონსო შეხედავ ასე ლამაზად რომ ღერიან რა ვიცი ლექსის და კეიფს ხასიათზე მოხვალ აბარა და ჩემს შეყვარებულს მეუღლეს არ უძახი შეყვარებულს უძახი შუა აპრილში აქ იმასაც დაბადების დღე და ამ აი როგორი ცოლფროა უძღვნი ისევე ძველებურად მესიჯობენ ეს ამის ყველა ლამაზ ქალბატონს ქალბატონი ეკა ჭავა შენი თვალები უძირო ზღვას გავს ეგ წამწამები ლერწმის ლელიანს ტუჩები ვარდის კოკრების ბაღნარს ფარველ ანგელოს შეომფერიაო რა დედამგშობა ასე ლამაზი რა მოწიწებით გიმღერა ნანა ვინმე თუ დადის ქალაქ თბილისში შენზე ლამაზი ან შენის თანა მამაზეციორს თხოვნო სულ გლოცოს რადგან ხარ ჩემი ცისკრის ვარსკვლავი მე შენი მიხრა და მოხრა მომწონს ვარ სიყვარულით უგონოდ მთვრალი ესე იგი თქვენ მაგ მეუღლეს არა შეყვარებულს მიუძღვეთ მეუღლეს და ყველა ლამაზ ქალბატონს თქვენ აქციეთ დედამიწა ედემად და ბაღებად მართლა ღირდა თქვენთვის ნეკნის გაღებეჭოთ ემოცია ჩავიდეთ მარტისთვია შენი შენს ხასია ჩვენის აპრილის სულ აგაჭრელებს ფერები შენ უკრი ხარ შულისა ეგნუგრობა შველის გაწყენინე და მაინც მებერები შენ უკრი ხარ შულისა ეგნუგრობა შველის გაწყენინე და მაინც მებერები შემოდგომა ჩვენთვის შორეულ წლებს ერთვის ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი თავს გიხრიანია სამნისტევნები ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი თავს გიხრიანია სამნისტევნები საყვედურებს ვიტან გაჩნია ვისგან სხვა სიტყვაში ერთასოს არ შევარჩენ
შენი სითბო მინდა მოგზავნილ ომზიდან საუბრისას გულწრფელ ღიმილს რომ აჩენ შენი სითბო მინდა მოგზავნილ ომზიდან საუბრისას გულწრფელ ღიმილს რომ აჩენ მინდვრის ყვავილები როგორც კელაპტრები გიგიბიან თავს მიწაზე გიდებენ გზნობებს ნუ აყვები თორემ დაიბნები როს კარგავენ მის ფას მერე იგებენ გზნობებს ნუ აყვები თორემ დაიბნები როს კარგავენ მის ფას მერე იგებენ მარტის თვია შენი შენს ხასია ჩვენის აპრილის სულ აგაჭრელებს ფერები შენ უგრი ხარ შულისა ეგ ნუ გრობაქშუელის გაწყენიე და მაინც მეფერები სამი კიდე გადავიყვანეთ შემდეგ ტურში ბალოფა რა მაინტერესებს ისიც ჯიმი აბესაძე მოგაცილად ჩემამდე აქ რო მოდიოდი ჩვენი ოჯახია მეგობრობთ ჯიმის ჩვენი ძმა ჯონ ტრაოლტას რო გავს ტრაულტას გა ო პროფილში დააკვირდით პროფილში ჩვენი ჯაბოვიჩი ვინც მუშა, ვინც გლეხია, ვინც სიმართლის მძებნელია. ჯაბოვიჩი არ უყვარდეს, ყოვლა შეუძლებელი. აბეცი აქედან შოუდა, ხორმა აყარა, ქეჩები შეჩენი ქონდეს მეჩემი გოუთა. მიხვდება ყველაფერს ის ადამიანს. კალამსაკურთ ისე ჯაბოვიჩის რა ჯაბოვიჩის რა მაინტერესებს იუმორი აქ ხო კაი დარჩა. ხო კაი დარჩა, კაი. არის გამოჩენილი ხალხი, მაგალითად არსად არ წეიყვანება. არ გინდოდეს იმის, არც სიმღერა მაგარი ოჯახშესაშვები კაც და ყველგან წასაღვანი კაც. აჰა ქალბატონებო მიკროფონები უკვე მოგიმარჯვიათ დიახ რა სიმღერა ზად ვარ სიმღერისთვის. ისევ ნანას სიმღერას. ცვივიან ფიფქები. მოდით გაეჯიბრეთ ჩვენ სტუმრებს ჩვენ არა ბატონო არ ვარ. ჩვენ არ გეჯიბრებთ. ჩვენ არ გეჯიბრებით ხალბატონო ერთმანეთს ხვდებით და ვშორდებით მეც უნდა რატომ ხაც გაფხაროს და ასე უხილავ ბორბლებით ტრიალებს სამღარო ცვივიან პიპქები და ვეღარ ვივიწყებს სახსოვარს გულშენგან დასევდილ სიჯვები ახსოვხარ ცვივიან პიპქები და ვეღარ ვივიწყებს ახსოვარს გულშენგან დასევდილ სიჯვები ახსოვხარ ვერაფერს გავუგებ ამ გრძნობას ერთმანეთს ხვდებით და ვშორდებით და თუ კი შენს ნაცვლად სხვა მოვა მე შენში დავრჩები ოცნები ცვივიან პიპქები და ვეღარ ვივიწყებს ახსოვარს გულშენგან დასევდილ სიჯვებით ახსოვხარ ცვივიან პიპქები და ვეღარ ვივიწყებს ახსოვარს გულშენგან დასევდილ სიჯვებით ახსოვხარ ქალბატონო ნანა ესე იგი ეხლა თქვენ რომ მღეროდით მე მომივიდა ასეთი იდეა რომ გაგიკეთოთ ერთი საღამო მოვიწვიო მომღერლები და ყველა იმღერებს თქვენ სიმღერას აბა ბიჭებო
გადაცემა რო დამთავრდება, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ქალბატონმა ნანამ ერთი სიმღერა გაგიკეთოთ და იმ კონცერტზე თქვენც იქნებით. მე შეიძლება გამიჭირდეს ახლა მეტაპზე დათოს იმედი გვაქვს. აჰა, დათო. თამადა საძებარი არ ეყოლება. კარგით. მოდით ახლა რა გავაკეთოთ? მაყურებელს გზავნილი, ყველამ სათითაოდ აი რას ეტყვით მაყურებელს და დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. ოღონდ გადაცემის ბოლოს აუცილებლად ერთად სპონტანურად აუცილებლად ვიმღეროთ და გზავნილი იყოს რა? აი რა არის ის რაც გვაცხოვრებს ბედნიერად. დავიწყოთ თქვენგან ქალბატონო. ურთიერთ სიყვარული, პატივისცემა, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს. მეგობრობა. მეგობრობა. აი, ჩვენი მაგალითი დღევანდელი გადაცემის ზუსტად ეს მაგალითი არის თქვენს თვალწინ. მეგობრები და მეგობრები და მეგობარი. და დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ დიდი ხანი უკვე მოცნებობდით თქვენთან. ოცნებაც აგიხდა. აუცილებლად ჩემმა ბავშვებმა ისეთი სიყვარულით მოგიკითხეს თქვენ და ძალიან დიდი სიყვარული მინდა გადმოგცეთ და ძალიან უნდათ თქვენი ნახვა თქვენთან შეხვედრა. ძალიან დიდი ალბათ მადლობა. იმათაც ძალიან გაუმართლებთ. გზავნილი მაყურებელს. გისმენთ? ბატონო დავით, დაიწყე შენ გენაცვალე, შევიწევ. რა უნდა თქვა, შენი არის კოსტა კაი სუფრაზე რომ იტყვი ხოლმე. მე თქვენ მიყვარხათ, ამაზე კაი სიტყვა მე მგონი სოფლიოში არ არსებობს. მაგაზე მე კარგი სიტყვა. მოგითხვა ზესტაფონიდან ბატონო გია კიდევ და კიდევ თელი ზესტაფონის სახელით და უყურებს სიმადლობა. ერთი გამონათქვამი მახსენდება კიდე თქვენს რო გიყურებთ ახლა იმერლები რო ვართ, ყველას თავის კუთხე უყვარს და ყველა ყავსო თავის ბახალა უყვარსო, ხო იცი ასეთ ნათქვამი არსებობს და ერთი ანდაზა არსებობს, ოღონდ იუმორისტული ანდაზა რა, ფრაზა თუ რა დავარ. როგორი? ხარისხის ნიშანი რა არის ერთმა კითხა მეორეს და კაცი იმერელიო, მანქანა გერმანული და პამიდორი ჭოპორტის. ასეთ კარგი იყო. მე რასაც ვიტყოდი, ბატონო დავით, ძალიან არ მინდა რომ ზოგადად ხალხი იყოს გაბოროტებული. გაბოროტებული ადამიანი მე უკვე ანგრევს მეგობრობასაც, სიყვარულს და მოდი ასე ვიტყოდი, არ გაბოროტდეს. და არ ვიყოთ ხარბი და შურიალები. დანარჩენი ისე ლამაზად გალაგდება ყველაფერი. აი დამეწმუნდით რა. უკვე რო ადამიანი გაბოროტებულია, იქ სიყვარულის ხარის კარქავში, უკვე მეგობრებს ნელ-ნელა გეცლებიან, არ იყოს ბოროტება და არ იყოს ხარბი. დანარჩენი თვითონ მოვა სიყვარულის და მეგობრობის. აი ეს ორი რამე. სიყვარულით ვიცხოვროთ რა თქმა უნდა. ვიცხოვ და მიყვარს ზედმახო ჩვენად საქართველოს ჩვენ შემოგვიყვება. დიდი მადლობა ბატონია დაჯანიებს და ყველა დაასწრეს საზოგადოებას გენაცვალოთ ჩემი თავი. აიხარ. გაიხარ. ასე რამასაც რომ ღერია. შეიძლება რომ ბატონი ოთარის სიტყვები ადამიანი როდესაც უკრავს და მღერის იმას შემდეგ ბოროტებისთვის აღარ ძალიაო და ყველას მოუწოდებ ახალგაზრდა თაობას რომ რაც შეიძლება ბევრი იმღერონ და შემოქმედებითები გახდნენ უფრო. სპორტი. რა გიხართ? ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ. კაც თუ გინდა გამოხვიდე ზესტაფონში უნდა ჩამოხვიდე ზესტაფონში. დათარი ახლა ხო რა გეპატა. დარადარაზე. ჩვენ ხო ბაბის მასა ხო ბრძანდებოდი. კი, აბა. როგორი გებრიელი ხარ? სასწაული. შემოგევლო. სასწაული. აღმოსავლეთიც რო გითხეს ძველი ამბავი ეს რა განათლება გაქვს? ორჯერ ვარ იმერეთში დამყოფილი. ისე რა საოცარია, რა იყო ის სპიჩკა რა ღირს? კაპიკი. თავის კაროკია და ამ საროჭკით. არა. მასტერავები შეიარა. აბა არა. უშტოტინე, უტი, მაჩინე, ნებეზიგა, რიდნიკულია, სულ ჩამოხვევი. ხო. მოკლედ, ჩვენი იაკობი გვაქვს, ჩვენ იმერლებს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მოდით ახლა. ისე რა გამახსენდა? სიმბოლურად ბოდიში ბატონო გია. კიდე ხო რას მიმართავთ ადამიანებს ხარ? აი მაგალითად ჩემი აზრია რა რომ ერთი თით რამდენი ის არის ქალაქი და რაიონი. ხა მაგალითად ახლა საქართველოს უცებთ ხარ 80-მდე ალბათ. 80? ხო. თითო წელი რო იცხოვრო ადამიანმა ყველგან. აი ამაზე მეტი სიამოვნება თუ რამე არსებობს ამ ბოლოს დავაგვირდი მაგას. შენ ხელში ამდენი რომ ვიცხოვრე, კიდე მადლობელი არ ვარ. დედა ყველა ხო გონია რა ხაშური მეგონა ხა მაგალითად კლიმატის რა ქვია ცივი ხალხი. კლიმატურად ყოფილა თურმე. რა მაინტერესებს? დედას ვიცავარ, მაგათ ენაცვალო, შემითავე. მუხრარი სოფელი ხო გაიგონია? ხო. გემრიელი ხალხი. გურიაზე აღარ ვლაპარაკო. რა ვიცი, რომელი ქუთაისი ხო სამტრედია მუთა რა ვიცი. დავამთავროთ გადაცემა და ეხლა დაპირებული სიმღერა
ბატონო იგი როგორ გამოგვივიდეს მოგვეჭრება თავი თო არ მოგვეჭრებას ჩვენები ხართ ყველა ხალბატონი ნანა არის სიმღერის და ვოკალის დამსახურებული პედაგოგი შაქარი ვიდავდები სადრფოს ხმას რომ გავიგებ გენასვალებ დარი ვიყავდები ჯაჯოს ხმას რომ გავიგებ გენასვალებ დარი ვიყავდები ვიცი მრავალს უყვარხარ მრავალი შეგნადრია მაგრამ შემეშიდა გენასვალებ გეტყვის მიყვარხარ მაგრამ შემეშიდა გენასვალებ ეს ექსპლოდად გაგიმარჯვე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად. მიყვარხართ.